საქალაქოში კრიმინალური პოლიციის და პატრულის მასშტაბური მობილიზაცია ლევან ჯანგველაძის სპრელობის საქმეზე ბრალდებულების პროცესი ჯერჯერობით მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. წინა 3 განხილვა სასამართლოს ეზოში ხელჩართული ჩხუბით და ავტომობილების დალეწვით დასრულდა. ერთმანეთს ჯანგველაძის და მიქაძეების გარემოცვა დაუპირისპირდნენ. დღევანდელ პროცესზე მოწმეებს დაკითხავენ, მოусმენენ ექსპერტს და სასტუმრო თბილისი თაუერის დაცვის თანამშრომელს. ოცნების პროკურატურის ვერსიით გიორგი ჯოხაძემ საბერძნეთიდან დაბრუნებულ გელა უძილაურს, რომელსაც ლევან ჯანგველაძის სპრელობისთვის სამუდამო პატიმრობა აქვს შეფარდებული, შეხვედრა სწორედ აქ დაუთქვა. გამოძიების ცნობით სასტუმროში მივიდნენ დავით და გიორგი მიქაძეებიც და ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდის ძმის ლიკვიდაციის დეტალები იქ დაზუსტდა. თუმცა ბახუტაშვილი მუშაობს საქალაქოში, რომელიც ფორმულას ეთერს დეტალებით უერთდება პირდაპირ ეთერში. დიახ, თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დააკავებული გიორგი მიქაძის და დაუსწრებლად პატიმრობა შეფარდებული დავით მიქაძისა და გიორგი ჯოხაძის სასამართლო პროცესი, თუმცა სანამ მიმდინარე პროცესის დეტალებს მოგიყვებით, გაჩვენებთ რა ვითარება არის თბილისის საქალაქო სასამართლოსთან. დილიდან აქ დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებულები და შეიძლება ითქვას, რომ სრულ პერიმეტრს, როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს შიგნით, ასევე მის გარეთაც აკონტროლებენ. მთხოვ ოპერატორს, რომ ვაჩვენოთ მაყურებელს რა ვითარება არის. ახლა არიან აქ მობილიზებული როგორც კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, ასევე არიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, მათ შორის მაღალჩინოსნებიც და შეიძლება ითქვას, რომ სრულად აკონტროლებენ თბილისის საქალაქო სასამართლოს გარშემო პერიმეტრს. აქ მობილიზებული არის დაკავების მანქანებიც, მათ შორის ეს ყველაფერი და განსაკუთრებული მობილიზება კი უკავშირდება წინა 3 პროცესს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა და ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია. მაშინ შეიძლება ითქვას, რომ გელაგელაძის უწყების თანამშრომლებმა სათანადოდ ვერ შეძლეს გამწვავებული სიტუაციის მართვა და წინა პროცესზე 15 პირი დააკავეს დიდი ალბათობით ადმინისტრაციული წესით. თუმცა ახლა თბილისის საქალაქო სასამართლოში არის მშვიდი ვითარება და ამ ყველაფერს თავისი მიზეზებიც აქვს. დღევანდელ სასამართლოს ხდომას არ ესწრება თავად ბრალდებული გიორგი მიქაძე, რომელმაც ადვოკატის განმარტებით უარი თქვა დღევანდელ პროცესს დასწრებოდა, იქიდან გამომდინარე, რომ სიტუაცია არის უკიდურესად დაძაბული. მე ახლა გაჩვენებთ შეძლების და გვარად რა ვითარება არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოშიც, ვინაიდან ჩვენ არ გვეძლევა შიგნით მუშაობის და გადაღების შესაძლებლობა, ვეცდებით ჭიშკრიდან გაჩვენოთ სურათი. მთელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზო დაკავებული ყავთ საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს. აქ ძირითადად მათი მანქანები არის, ასევე ხედავთ კადრში დიდი ალბათობით საპატრულო პოლიციის სამარშრუტო ტაქსებსაც, რომლითაც გადმოიყვანეს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები დიდი ალბათობით მართლწესრიგის უზრუნველსაყოფად. თუმცა დღეს მათი ეს მობილიზება საჭირო არ გამხდარა, როგორც გითხარით, ადვოკატის განმარტებით გიორგი ჯოხაძემ თავად განმარტა, რომ არ ესწრება დღევანდელ პროცესს, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო დროს სიტუაცია განსაკუთრებით მწვავდებოდა და დაპირისპირება იყო ჯოხაძისა და მიქაძეების და ასევე ჯანგველაძის გარემოცვის წევრებს შორის. დღეს დამსწრეებიც არ იყვნენ ამ სხდომაზე მოსულები, შესაბამისად პოლიცია კვლავ რჩება მობილიზებული, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, რომ დღეს მათი მობილიზება საჭირო იყოს. წინა შემთხვევებში იყო ისეთი ინციდენტები, როდესაც ადამიანები ფიზიკურადაც უსწორდნენ ერთმანეთს და მათ შორის დააზიანეს მანქანებიც კი. რაც შეეხება უშუალოდ პროცესს, საქმე არის არსებითი განხილვის ეტაპზე და ბრალდების მხარის მოწმეები იკითხებიან. ეს მოწმეები, რომელსაც დღეს წარმოადგენს პროკურატურა, არიან თბილისი თაუერსის თანამშრომლები, სასტუმროს თანამშრომელი, სადაც გელა უძილაური იმყოფებოდა პროკურატურის მტკიცებით უშუალოდ მკვლელობის შემდგომ და სადაც იგეგმებოდა დიდი ალბათობით პროკურატურის ვერსიით. ესეც ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობა. ვიდეო კადრებიც არსებობს გიორგი ჯოხაძისა და გიორგი მიქაძის შეხვედრის ამსახველი. ეს ყველაფერი დევს მტკიცებულებად, შესაბამისად დაიკითხება დღეს ჰაბიდოსკოპი ექსპერტიც, რომელიც ამ საქმეზე ვიდეო მტკიცებულებებს იკვლევდა ზუსტად და პირთა ვინაობას ადგენდა. ადვოკატის შეფასებით გიორგი ჯოხაძის ბრალი არ დასტურდება
მტკიცებულებებით, რომელიც პროკურატურას აქვს წარმოდგენილი და ვერც ერთი მოწმე მისი მტკიცებით, რომელსაც პროკურატურა წარმოადგენს, ვერ დაადასტურებს მისი დაცვის ქვეშ მყოფის დანაშაულებრივ ქმედებას. აგრძელდება დღეს სასამართლო პროცესზე მტკიცებულების გამოკვლევა, ბრალდების ხარე გამოიკვლიოს დაკითხავს მოწმეებს, მათ შორის აიკითხება ჰაბიდოსკოპიური ექსპერტი, რომელსაც ჩატარებული აქვს სხვადასხვა კვლევები, ასევე დაიკითხება მოწმეები, სასტუმრო თაუერის თანამშრომლები და ასევე დაიკითხება ტაქსის მძღოლი, რომელმაც უშუალოდ გელა უძილაური მიიყვანა გიორგი ჯოხაძის ნათესავ მამუკა ბაღდავაძის სამსახურთან. დღევანდელი მოწმეებით რაც დადასტურდება? დადასტურდება ის, რომ გელა უძილაური იყო ამბასადორთან და გელა უძილაური იყო თაუერში, ეს ჰაბიდოსკოპიურ ექსპერტმა დაადასტურა და ასევე დადასტურდება, რომ იმ ვიდეო კადრებში, რომელიც გიორგი კაჭკაჭაშვილის მობილურ ტელეფონიდან არის ამოღებული, არის სანდრო ცივცივაძე და გიორგი ჯოხაძე. თბილისის თაუერის თანამშრომლები უშუალოდ ადასტურებენ იმ ფაქტებს, რომ გიორგი ჯოხაძე დროთა განმავლობაში დროდადრო იმყოფებოდა თბილისის თაუერში, რაც აბსოლუტურად არაფერს არ ადასტურებს. ბრალდების მხარე თუ კი ვინმე არის აცდენილი მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ბრალდების მხარე, ვინაიდან ბრალდების მხარე ეყრდნობა აბსტრაქტულ მცნებებს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში, შეკითხვებს სვავს აბსოლუტურად ზოგადს და ლოგიკურიც არის, რომ ვერ დასვავს პირდაპირ შეკითხვას იქიდან გამომდინარე, რომ პირდაპირ მოწმე, არათუ პირდაპირ მოწმე, არამედ ირიბი მოწმეც არ ყავს საქმეში წარმოდგენილი. ლოგიკურია, რომ ბრალდების მხარეს ვერ იქნება შეკითხვები პირდაპირ მოწმებთან დაკავშირებით, იქიდან გამომდინარე, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე პირდაპირ და არც ირიბი მოწმე არ ყავს წარმოდგენილი. მთელი სისხლის სამართლის საქმე დაყრდნობილი არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიციელების მიერ შეთხზულ ცრუ პატაკებს. საქმის განხილვა ამ წუთებშიც გრძელდება თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ჯანგველაძის გახმაურებული მკვლელობის საქმე 5 ეპიზოდად მიმდინარეობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, აქედან 2-ზე განაჩენი უკვე დამდგარი არის. ამ საქმეში ბრალდებული სტატუსი აქვს ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესაც, რომელსაც ამ მკვლელობის დაგეგმვას ედავებიან. ოთარ ფარცხალაძეს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ანუ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა ისიც, რომ მას აქვს საერთაშორისო ძებნილის სტატუსი და საქართველოს პროკურატურა მუშაობს ოთარ რომანო ფარცხალაძის რუსეთიდან ექსტრადირების საკითხზე, თუმცა ამასთან დაკავშირებით რაიმე სიახლე და უახლესი ცნობები პროკურატურას აღარ გაუვრცელებია. ამ წუთებში კი კვლავ მიმდინარეობს გიორგი და დავით მიქაძეების და გიორგი ჯოხაძის საქმეზე მოწმეების დაკითხვა, რომლებიც პროკურატურის შეფასებით მნიშვნელოვანი ინფორმაციას მიაწვდიან სასამართლოს, ხოლო ადვოკატების მტკიცებით ვერც ერთი მოწმე მათი დაცვის ქვეშ მყოფების საწინააღმდეგო ჩვენებას ვერ მისცემს.